გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. მედიკოსების თქმით, კლინიკებში მომართვიანობის უკან ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა დგას. ვირუსებიდან H3N2 ტიპის ვირუსი ცირკულირებს. დამახასიათებელია ხველა, რომელიც 3 კვირაზე მეტი ხანი გრძელდება. მედიკოსები მოსახლეობას აცრისკენ და ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებენ. შემოდგომისთვის მომატებულია, ოდნავ მომატებულია, ისე 7 შემოდგომა იყო და ხა ზამთარი თუ რამოდენიმე დღეა ზამთრისთვის დაიწყო. გარემო პირობებიდან გამომდინარე, რომ თბილი კლიმატური პირობები არის, ჯერ ისე არ არის მომატებული ვირუსების რაოდენობა, არც რთული შემთხვევები არ გვაქვს, გრიპის შემთხვევებიც არის. რინოვირუსები, ადენოვირუსები, ხა ჩვენ რომელი შტამი ცირკულირებს, ამას ჩვენთვის არც ჩვენთვის და არც კლინიცისტისთვის მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. არის ხოლმე კვირები ოდნავ მოიმატებს, შეიძლება წინა კვირასთან შედარებით, ახლა რაღაცა შემთხვევებმა პირიქით დაიკლო. სკოლები, ორგანიზებული დაწესებულებებში შემთხვევები მეტია. მე ეს ბავშვები მიდიან ოჯახებში, იყავთ მოხუცები, შეიძლება ქრონიკულად მოავადები, მათ გადასდონ, ამიტომ მოუწოდებთ, რომ მით უმეტეს რისკ ჯგუფებმა, სამედიცინო პერსონალმა, იმ პროფესიის მქონე პირებმა, რომელთაც ეკუთვნით ბრძანებით, რომ იყვნენ აცრილები სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, მოუწოდებთ, რომ აიცრან. ვაქცინა არის, ვაქცინის მიღება აცრა შეუძლიათ გორმედში, სამხედრო ჰოსპიტალში, მედიკალ ცენტრში და ჩვენთან. სოფლად ცხოვრებლების შემთხვევაში ადგილზე სოფლის ამბულატორიაში მათი ოჯახის ექიმი გაუწევს ამ დახმარებას.